435 კალორია აქვს თვლიან ამ ტაფას. მოკლედ, ყველაზე მეტი კითხვა შემოდის შაქშუკასთან დაკავშირებით. რა არის შაქშუკა, ვინ არის შაქშუკა, ვინ შაქშუკა, ვინ შუკა და ასე შემდგომ და მეც მეტი რა მინდა განახებთ როგორ უნდა მოვამზადოთ შაქშუკა, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საუზმეა და ეს უკვე იცით. და თან დეტალურად დავითვლი მთლიან ტაფას რამდენი კალორია ექნება. მოკლედ, სულ გჭირდება ეს. ხო, სხვა ყველაფერი გვასუნელები და მოსაყრელი რაღაცებია. დავიწყოთ. პირველ რიგში სჭერით ხავს. ხახვიც და წითელი ბულგარულიც უნდა დავჭრათ, რაც შეიძლება წვრილად. აქ არის 8 გრამი ზეთი, რომელზეც წავა დაახლოებით 150 გრამი წითელი ბულგარული წეწაკა და ხახვი. თუ ნიორის დაჭრა წვრილად. ჯერ ჩავსრისოთ და გადავკეროთ. რადგან ცოტა ზეთით ვცდილობ საჭმლის მომზადებას, არის შანსი, რომ მოთუშვის დროს დაიწყოს მიწვის პროცესი. რაც ჩვენ არ გვაშინებს, თუ ჟანგავი ფოლადის ტაფაზე ან თუჯის ტაფაზე მოამზადებთ მსგავსად კერძებს, შეგიძლიათ, როცა მიწვას დაიწყებს, ცოტა წყლით ის მიმწვარი ამოიყვანოთ და პირიქით უფრო გააძლიეროთ გემო. განახებთ როგორ. ცოტა წყალი და ყველა პრობლემა მოგვარებულია. ეს შეგვიძლია ხა დავაბრუნოთ ცეცხლზე, მაგრამ მანამდე დავამატოთ ნიორი. ხო, და თმას არ ვიჭრი. არაფრის დიდებით. მაქსიმუმ შეიძლება შევიმოკლო ოდნავ და შევისწორო. როცა დაახლოებით ამ სტადიამდე მივალთ, უკვე ვიწყებთ შესუნელებას და შემდგომ პროცესს. და სუნელების თანმიმდევრობა არის შემდგომი. პაპრიკა, ჩემ შემთხვევაში ცოტა წითელი წიწაკა, პილპილის მიქსი, შავი და თეთრი პილპილი მაქვს აქ. ძირა, რომელიც ბევრს არ უყვარს, მაგრამ ჭირდება შაქშუკას. მარილი. გემოების გამხსნელი. აქვე ვამატებთ ცოტა ტომატ პასტას და დაახლოებით 1 წუთის მანძილზე მოვხავოთ ჩვენს მიერ შესუნელებული და შეტომატებული პასტა არა მასა. როდესაც სუნელების სუნს იგრძნობთ, შეგიძლიათ უკვე დაამატოთ პომიდორი. მე ამ შემთხვევაში ვიყენებ კონსერვირებულ პომიდორს, თქვენ თუ გინდათ ცოცხალი გამოიყენეთ. ახლა 15 წუთი შეგვიძლია დავაყოვნოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ეს შესქელდება, უკვე შეგვიძლია დავამატოთ კვერცხი ჩვენი სურვილისამებრ რამდენიც გვინდა. ესე გავუთავისუფლოთ კვერცხს ადგილი, პირობითად პირველ კვერცხს. ეხლა დავაბრუნოთ ცეცხლზე და უკვე ბოლოს გათიშვამდე მოვაყარეთ ოხრახუში. და ისიც. მითხარით, რომ უფრო ლამაზი საუზმე გინახავთ, ან რამე არსებობს. და ისიც მისი უდიდებულესობა შაქშუკა, რომელიც ულამაზესია, უბრალოდ სხვა ყველაფერს იკეთესთან ერთად და თან 435 კალორია აქვს თვლიან ამ ტაფას. ყველა ჯერზე საოცრებაა. ყოველ დღე შეგიძლიათ მიირთვათ.